2024 წლის ტესტის მეოთხე სავარჯიშო განვიხილოთ, რომელიც საკმაოდ მეოთხე ამოცანა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, A+B ხარისხად n მრავალწევრის სტანდარტული სახით წარმოდგენაში, აი ამ წევრთან დგომი კოეფიციენტი 66-ის ტოლია, რას უდრის n. ნუ, რამდენიმე განსხვავებული გზა არსებობს, ორი პრინციპში ჩემთვის როგორც შეგვიძლია ამოცანის პასუხამდე მისვლა, მე ორივეს განვიხილავ და თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი უფრო გემარტივად. პირველი ესაა ნიუტონის ბინომი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება A+B n ხარისხში. ეს გაიშლება ასე. ჯამი, სადაც k იცვლება 0-დან n-მდე, c, ანუ ჯგუფდება n-დან k, a ხარისხად n-k, b ხარისხად k. ჩვენ შემთხვევაში და რომ გავშალოთ, უფრო ცრად რო დავინახოთ, A+B n ხარისხში იქნება c n-დან 0, a ხარისხად n-k, n-0 უბრალოდ, ამიტომ n დარჩება. ანუ ჩვენ k იცვლება 0-დან n-მდე, ხო? ანუ დავიწყეთ პირველ შემთხვევაში k 0-ია, შემდეგ 1, 2 და ასე შემდეგ. a ხარისხად n, b ხარისხად 0, ამას პლუს c n-დან 1, ანუ აქ უკვე k 1-ია, a ხარისხად n-1, b ხარისხად 1 და პლუს ჯგუფდება n-დან 2, a ხარისხად n-2, b ხარისხად 2. აი ზუსტად ეს წევრია ის, რომელიც ჩვენ გვჭირდება, აი ესაა, ზუსტად ჩვენი ამოცანის პირობის შესაბამისი და გვეუბნებიან, რომ 66-ის ტოლია კოეფიციენტი. ანუ ჩვენ შემთხვევაში გამოდის, რომ c ჯგუფდება n-დან 2-სა, არის 66-ის ტოლი. ახლა გავიხსენოთ, როგორ უნდა დავითვალოთ ჯგუფდება ზოგადად. c n-დან m გამოიყურება შემდეგნაირად. n-ის ფაქტორიალი, უნდა გავუყოთ n-m-ის ფაქტორიალი, გამრავლებული კიდევ m-ის ფაქტორიალს. ჩვენ შემთხვევაში რა იქნება? ესე იგი, n-ის ფაქტორიალი უნდა გავუყოთ n-2-ის ფაქტორიალზე და გამრავლებული თავად 2-ის ფაქტორიალს. ეს უნდა გავუტალოთ 66. n-ის ფაქტორიალი n-2-ის ფაქტორიალზე რომ შევკვეცოთ, ზემოთ დაგვრჩება n-2-მდე ყველაფერი შეიკვეცება, n-1 და კიდევ n-ის ნამრავლი და ქვევით დაგვრჩება 2-ის ფაქტორიალი. 2-ის ფაქტორიალი, ნუ იგივე 2, ხო? უდრის 66, ახლა გავაგრძელოთ. მაშინ გამოდის, აი აქ ზემოთ დავწერ, n-1 გამრავლებული n-ზე უდრის 2-ის ფაქტორიალი 2-ია და 2 ჯერ 66 არის 132, ბრჩხილები გავხსნათ, n კვადრატს მინუს n უდრის 132-ს. მოდი, აი თუ გვაქვს ადგილი, აქ გავაგრძელოთ. ესე იგი, გამოვიდა რა, n კვადრატს მინუს n, გადმოვიტანოთ ბარემ, მინუს 132 უდრის 0-ს, ნუ მარტივად დისკრიმინანტი იქნება 529 და ნუ x1 ორი ფესვი გექნება, მეორე უარყოფითი არ გვაინტერესებს და x-ი რა შუაშია პრინციპში, n1 იქნება 1-ს პლუს 23 გაყოფილი 2-ზე 12-ის ტოლი. ეს არის ჩვენი ამოცანის პასუხით და 12 ნამდვილად გვაქვს პასუხებში, ანუ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ჩვენ ნიუტონის ბინომის ფორმულა გამოვიყენეთ, ვიპოვეთ ის კოეფიციენტი, რომელიც აი ამ წევრთან დგას, გავუტოლეთ 66-ს და ვიპოვეთ n, რომელიც 12-ის ტოლი. მეორე ვარიანტიც გვაქვს ამ ამოცანის ამოხსნის, რომელიც პრინციპში ორივე მარტივია, თუმცა მე ძალიან მიყვარს პასკალის სამკუთხედის გამოყენება. პასკალის სამკუთხედი ალბათ იცით როგორც მუშაობს, როგორც არის შედგენილი, ასე ვთქვათ, ერთიანით ვიწყებთ, კიდეებზე იწერება ერთიანები და ნებისმიერი რიცხვი, აი ამ სამკუთხედის, აი ნებისმიერი მიღებულია ზედა 2-ის ჯამით. აბსოლუტურად ყველა და ასე შეგვიძლია გავაკეთოთ იმდენი იქამდე, სადამდეც
დაგჭირდება, ხო? ან არა მოგწყინდება. აი მაგალითად 10 + 10 20-ია, 126 + 126 არის 256 და ასე შემდეგ. როგორ გამოვიყენოთ ახლა ეს და რა შუაშია საერთოდ ჩვენს ამოცანასთან. ამ შემთხვევაში პირველი სტრიქონი n უდრის 0-ს შეესაბამება, მეორე n უდრის 1-ს, 2-ს, 3-ს და ასე შემდეგ. 7, 8, 9. დავწეროთ ბოლომდე 11 და 12. და ახლა როგორ დავაკავშირო ეს ჩემ ამოცანასთან? შეგახსენებთ, აი როგორ გამოიყურებოდა ამოცანა. აი ამ კოეფიციენტს ვეძებდით, ხო? უბრალოდ ამ წევრთან დგომი კოეფიციენტი ვიცოდით, ხო? ну ცხადია, აქაც პრინციპში გაშლა უნდა ვიცოდეთ აი ამ ფორმულის პირველი წევრი, ოღონდ აქ შედარებით უფრო მარტივად. პირველი წევრი ეს არის ახარისხად n, ყოველთვის ასე იწყება. შემდეგი არის ან კოეფიციენტებს რო შევეშვათ, ხარისხები, 100 ხარისხები იკლებს, აქ b0 ხარისხია და ეს ხარისხები იმატებს. და შემდეგ გვაქვს უკვე რაღაცა კოეფიციენტი და ახარისხად n-2, b ხარისხად 2. აი ზუსტად აი ამ კოეფიციენტს ვეძებთ, ანუ პირველი, მეორე და მესამე, ხო? ანუ მესამე ჩემ სამკუთხედში მესამე რიცხვი მიჩვენებს აი ამ წერთან დგომ კოეფიციენტს და ეს კოეფიციენტი არის 66 და ახლა უნდა ვნახოთ ჩემ სამკუთხედში სად არის მესამე წევრი 66. აი აქა მესამე 66. ну 66 ერთად ერთხელ ხვდება. ну მესამეც არის და აი აქეთ ბოლოდან მესამეც არის. მესამე არის 66 და ეს შეესაბამება a + b ხარისხად 12-ს, იმიტომ რომ მე-13 სტრიქონია 0-დან იწყება და შესაბამისად აი ესა 12-ის n უდრის 12-ის შესაბამისი, ასეთ შეგვეძლო ამ ამოცანის დაკეთება. ხო, ორი ვარიანტია მოკლედ და არ ვიცი თქვენთვის რომელიც უკეთესია, ორივე ძალიან მარტივია პრინციპში. შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, რომელიც უფრო საინტერესოა თქვენთვის.